წამოიდგინეთ, რომ სამი პირობა, პირველი რომ კონსტიტუციის ფარგლებში რჩები, მეორე რომ პარლამენტს არ აღიარებ და გინდა ახალი არჩევნები არის ერთდროულად შეუთავსებელი. ანუ რომელიღაც ერთზე უარი უნდა თქვა. იმიტომ რომ თუ კონსტიტუციას აღიარებ და პარლამენტს არ აღიარებ, არჩევნების გზა არ არსებობს. თუ პარლამენტს არ აღიარებ და არჩევნები გინდა, მაშინ კონსტიტუცია უნდა დაარღვიო. და თუ არჩევნებზე ვარს ამბობ, შეიძლება ამ წესებში დარჩი, ხო და ანუ იდეა ის არის, რომ ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, ანუ პოზიცია როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ. მაგალითად არჩევნები შეიძლება მიიღო იმით, რომ უარი განაწილოს აღიარო პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა და მე დაინიშნება ახალი არჩევნები. მაგრამ ამისთვის უნდა აღიარო, ყველაშვილი უნდა აღიარო და მისი დასანიშნი იქნება და ასე შემდეგ. შეიძლება არჩევნები ჩადდეს გაზაფხულზე, შეიძლება შემოდგომაზე, ანუ უამრავი სხვადასხვა სცენარი არსებობს. და აქედან გამომდინარე, თუ გასაგებია ხალხს ეუბნებით, რომ მინდა ახალი არჩევნები, მაგრამ მინიმუმ პასუხისმგებლობა ხო პოლიტიკურ პარტიებზე არის, რომ თქვა ზუსტად რა გინდა. აი წამოიდგინეთ, დიდი ალბათობით ისეაც არის რაღაც ტიპის მოლაპარაკებები, თუნდაც კულუარული და შამავლების მეშვეობით და აი რომელიღაც ევროპელი ან ამერიკელი დიპლომატი თუ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რომ აი რა გინდათ არჩევნები და ზუსტად რა გინდათ რომ ჩაეკითხოს, პასუხი არ არსებობს. ანუ პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ თქვა გადაიჭრას ისე ანუ თუ თქვა დანიშნა, თქვა ზურაბიშვილმა პირდაპირ ვიდრე მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, დანიშნა არჩევნები. რა ძალა ექნება აი ამას? ეს აი უბრალოდ არაფერს შუაში არის, იმიტომ რომ პრეზიდენტს არ აქვს ამის ფულამოსლება. ანუ ეს მე მგონი ყო ძალიან გასაგები ამბავია, პრეზიდენტს არ შეიძლება უბრალოდ არჩევნები დანიშნოს. ზოგადად პრეზიდენტს შეწყალების და ვეტოს გარდა არანაირი ფულამოსლება არ გააჩნია, ყველაფერი დააჩენს ცერემონიალური, ანუ რაღაცას უბრალოდ ტექნიკურად აფორმებს. ხო და აქედან გამომდინარე არანაირი მაგალითად შეიძლება თუ მთავრობას დაითხოვს, უნდობლობას გამოუცხადებენ და რაღაც ახალ მთავრობას არ აერჩევენ, ბუნებრივია შესაძლებელი იქნება რომ ახალი არჩევნები დანიშნოს და იქ პრეზიდენტის შემოწერა იქნება, ეს ბუნებრივია, მაგრამ მამდე რაღაც წინაპირობა უნდა შეიქმნას და თუ წინაპირობა არ შეიქმნა, მაშინ პრეზიდენტი ვერ დანიშნავს ამას. მე ყველას ესმის ეს სამდროში. აბა რისთვის კეთდება სანდრო ეს ამბები? მე არ ვიცი ზუსტად ზოგადად ახლა მე ძალიან ბევრს ვაკრიტიკებ ჩემ კოლეგებს ოპოზიციიდან, მათ შორის განსაკუთრებულ პირობებში, როცა დიდი ლეგიტიმაცია მიიღო ქართული ხალხისგან, თვითონ მიიჩნევა რომ კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ამიტომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ფორმალურად ასე ვთქვათ. არჩევნების შედეგად არსებობს და მე არ მესმის როგორ შეიძლება პროტესტი გრძელდებოდეს 2 თვე ქვეყანაში და არ იყოს ჩამოყალიბებული პროტესტის მიზანი. მე მესმის რომ რიგით ამორჩილოს გონია რომ ახალი არჩევნები მინდა. ნუ ეს შეიძლება ლეგიტიმური მოთხოვნა იყოს ზოგადად, მაგრამ თუ გესმის რომ ეს ახალი არჩევნები ასე მარტივად არ ენიშნება, ვალდებულება პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა ჩამოაყალიბოს. აი მე და თქვენ რო ვიყოთ რა დაპირისპირებული ხარ და ვითხოვდეთ თქვენგან ახლა არჩევნებს. ხომ გითხავდით როგორ დანიშნოთ? ხო, ანუ როგორ წესი როგორ არის? თუ ამბობ რომ კონსტიტუცია უნდა დავარღვიოთო, მაშინ რევოლუციას ვაწყობთ შინაარსობრივად და რაღა მოლაპარაკებები და რაღაცა ივანიშვილის პრეზიდენტთან მისვლა და შემდეგ ეს ხო არის? ანუ ეს რევოლუციისთვის მზადება არის, მაშინ ასე ჩავთვალო? არა, მე არ ვიცი, მე მგონია უბრალოდ აი ან ვერ ბედავენ საჯაროდ თქვა დაფიქსირებას რაღაც პოზიციის ნებისმიერის, იმიტომ რომ თუ მაგალითად ხო გასაგებია რომ რაღაც ამორჩეული ძალიან რადიკალურად განწყობილია. თუ იტყვინეთ რაღაც ესეთ რბილ პოზიციას, თქვა დაგუნიშნეთ არჩევნები, როგორც გინდათ ისეთი იყოს, ოღონდ თქვა შემდეგ წელს იყოს ახალი არჩევნები, ვიღაცას არ მოეწონება, იტყვის რომ როგორ ეს თავრობა, ეს სუსი, ეს პროკურატურა და ეს პრემიერ-მინისტრი ხო, დაუშვათ ხო, აი და თეორიულადაც რო დაშვება მივცეთ, ვინ უნდა აღასრულოს ხო ეს არჩევნები, ეს ხო რა დანიშნო და ჩატარდეს. ხო, ამაშია საქმე, რომ ცესკო ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ რამე პრეტენზია ქართველოსნებასთან ცესკოსთან კი არა, გასაგებია ტექნიკურად შეიძლება აღარ გაჟნოს ბიულეტენი და ამის გამო თქვა სხვა ხალხმა ჩაატაროს, მაგრამ სუსი, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც 32 მილიარდი ექნება და წინას არჩევნად დაიხარჯება ეს, რომ საერთოდ ამოვიგინოთ სიტუაცია, რომ ამერიკელებმა დაურეკეს, რა ვიცი, ტრამპმა დაურეკა, ხო თქვა რომ ტრამპი იტყვის რომ ისე იქნება. დაურეკა ირაკლი კობახიძის ტრამპმა და თქვა რომ დანიშნა ახალი არჩევნები. და ირაკლი კობახიძე იტყვის რომ კი ბატონო დავნიშნავ, ნუ რადგან ასე არისო დავნიშნავ და დანიშნავს ოქტომბერში ადგილურ არჩევნებთან ერთად. ან უცხოელებმა რომ ჩაატარონ თვითონ ეს არჩევნები, რასაც მოგვისმენია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გადაიღეს რომ ეს თავრობა ამ არსებული წესრიგით ატარებს არჩევნებს, გამოვა რომ უნდა მაშინ დარღვევა კონსტიტუცია. ხო, კონსტიტუციას არღვევ, ეს ის მოსულა უბრალოდ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანას წარმოადგენთ, ხო? რამდენად ჯდება რამეში რომ
რომ რაღაცეები ანუ წინსვლა გაქვს, იმიტომ მაგაქვს ეს სტატუსიც, ხო? თლათ სადღაც არ ხარ, სტატუსი გაქვს და ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყანა და ჩაგიტაროს არჩევნები. ეს ხო რაღაცა ამოვარდნილია ყველაფრიდან. იცით რა არის, რაც არ უნდა ეს მოთხოვნა ხო გაგვიგია ჩვენ. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ხალხი შეთანხმდა ამას. დაუშვათ ქართულისმოს დათანხმდა. ხო შეიძლება წარმოვიდგინოთ. აი რაღაც მოლაპარაკებაში შეთანხმდა, მაგრამ აი წარმოვიდგინეთ, რომ ეს ხო რაღაც კანონში უნდა ეწეროს. ხო შეიძლება ჩამოვიდე მე უცხოელი ვარ და ჩვენ შევატარებო. ესე იგი ვიღაცამ ეს კანონი ხო და მიიღოს. თუ არა ლეგიტიმურია ეს თუ ეს პარლამენტი არა ლეგიტიმურია, მაშინ ანუ ეუთოდის დასწრები რო წერია, ის თუ უნდა აღვასრულოთ და მე არჩევნები ჩავატაროთ. მაშინ ვიღაცამ ხო უნდა აღვასრულოთ. ვის სასარგებლოდ არის? აი ოპოზიციისგან ხო ერთი ნაწილის მხრიდან ვისმენთ სხვა შეფასებას, ქართული ოცნებისგან ვისმენთ სხვა შეფასებას. აი თქვენი შეფასება როგორი არის აი ოდირის დასკვნაზე? ზუსტად აი ესეთი დასკვნა, რომელიც აი არ გვაძლევს საშუალებას წესიერად თქვა და ორივე მხარეს ჩაუგდო ხელში შესაძლებლობა თავის რაღაც ნაწილი იზეიმოს. აი ხელისუფლების სასარგებლოდ რა არის აქ? ხელისუფლების სასარგებლოდ არის ის, რომ მაგალითად ის ნაწილი რაღაც აი გაყალბების საერთო რაღაც კარუსელები რაღაცები რომ არ წერია იქ ასეთი რაღაც, მაგრამ ცალსახარო იქ წერია რომ ფარულობა დაირღვა. კი შეიძლება აპელირება იყოს რომ მხოლოდ 6%-ზე ვრცელდება ეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფაქტად ვიცით რომ დაირღვა და ეხლა სხვა დაკვირვებაც ხო გვაქვს მარტო ეუთოდერზე ხო არ დაილეკ ყველაფერი და თუ გვესმის რომ ზოგადად თუ ვაღიარებთ რომ ფარულობა დაირღვა და პროცედურა არ იყო გამართული, უკვე ეხლა ფაქტურად თელმა მოსახლეობამ ის რომ მის შემთხვევაში დაირღვა ეს. ეხლა ეუთოდერმა რაღაცა დაირღვა, აი თქვათ არ დარღვეულიყო, თქვათ არ გაეჟონა თუ რაც კი ამ ფურცელს ხო? ეს ჩემი თავარი იყო, თავარი ხო, თქვათ ჩავთვალეთ ეს, მაგრამ ანუ მაინც ყოლია ხო ამ ქართულ ოცნებას ეს მილიონი არ ვარყოს ქართულ ოცნებას ამორჩეული ყავს, აქ საკითხია მაშინ რომ ჩატარებულიყო ისე თქვათ აი არ მომხდარიყო ის რაღაცა ფურცლებიდან იმის რაც იყო ნაკლების სიმძაფრე იქნებოდა კრივის. ანუ ოპოზიცია მოუგებდა ამ შემთხვევაში ეს არის ახლა თემა. ჩვენ ხო სხვადასხვა რაღაცებს ვისმენდით. სანამ ეს ერთი კვირის შემდეგ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. რაღაც ნაწილში ვიღაცამ გარანტირებულად იცოდა უკვე დღისით რომ ჩანს ვის აფერადებ. ამიტომ მარტივად წარმოსადგენია რომ ვიღაც ადამიანი მიყავთ უბანზე, ეუბნებია რომ აი ქართული ოცნება გააფერადე და შეიძლება არ საპირებდა სხვა გარემოში სხვა შემოხაზა და ვინ საიდან დაინახა და ვინ შეამოწმებდა, ხო? მაგრამ იმ მომენტში როცა იცის რომ ჟონავს და ჩანს და თვითონაც ხედავს რომ ჩანს, როცა უკვე გააფერადებს, სხვის ბიულეტენს დაინახავს, ამიტომ შეიძლება არ გაეკეთებინა ეს. ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ამიტომაც არის კონსტიტუციური პრინციპი ფარულობა ჩაწერილი, რომ დაირღვა აღარ შევდივართ ამერიკაზეც სასწაულები წელია, ხო? ეგრეთ მიყვებით. ასეთია, მაგრამ ჩვენ ხო ჩვენი პრობლემა გვაწუხებს. აქ რეალურად ეს იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ოპოზიცია მაინც ხო გამოვიდოდა ქუჩაში, სანდრო ამას გეკითხებით. შეიძლება ისიც გამოვიდოდა, მაგრამ საფუძველი ფერად უფრო ნაკლები იქნებოდა, ანუ სიამდვილეში არაფერი არ იყო ერთი კვირა, ეს გაჟონვაზე საუბარი დაიწყო ერთი კვირა, მაგრამ ვისმენდით ხო იმას. სიტუაცია ბევრად უარესი არის. სიამდვილეში ხალხი გამოვიდა რაკეტ კოლბახინის გამო, 18-ის იყო ნოემბრის თვეას განცხადება რო გააკეთა. ევროკავშირზე ეს იყო რაც ხალხი ააფეთქა, თორემ მამდა უკვე ფაქტურად ყველაფერი დამთავრებული იყო. აქაც რა არის სანდრო ისეთი ვთქვათ, ჩვენ ვინმე გვეუბნება რომ მოდით მოლაპარაკებებს გიხსნით და საქართველოს ხელისუფლება არ მიდის და უარს ეუბნებიან, არა, ჩვენ 2028-მდე ხელს არ გავანძრებთ. რეალურად ხო ეს ასე არის რომ ისინი ჩვენ გვეუბნებიან მოდით გიხსნით მოლაპარაკებებს და საქართველოს ხელისუფლება ეუბნება უარს. ეს როგორ არის? ამითაც მანიპულირება ხო ხდება. მე რომ მინდოდეს თქვენთან ტელევიზიაში მუშაობის დაწყება და რომ თქვა რომ მე აგერ სახში ვზივარ და მოდით ჩემთანო რა, თუ ეხლა ძალიან არ მინდათ მაინდა-მაინც ჩემი სამსახურში აყვანა, ალბათ იქეთ უნდა მოვიდე, ხო? იმათ პირობები ხო აქვს, აგერ სააკაშვილს აწამებთ, გამოუშვით, გადაიყვანეთ, ისქენით, ესქენით. პარლამენტი გვერდზე გადავდოთ. სიამდვილეში ეს ხო ურთიერთობა არის პირველ რიგში ევროკომისიასთან და ნაცნობ მთავრობასთან. ხო, მაგრამ იქიდან ხო იყო ეს განცხადება, ხო ვისმენდით. ფერად ნაკლები დატვირთვა აქვს ზოგადად პოლიტიკური ძალა უკრება ზოგადად ვიდრე უშუალოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ნაწილში, მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ევროკავშირი ჩვენს გარეშე იარსებებს, არსებობს და იარსებებს. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხე გვემოქრება, რომ რა ვიცი, რუსეთი არის გვერდზე და ზოგადად ბევრი პრობლემა გვაქვს. ამიტომ გვინდა იქ და ჩვენ რომ ჩვენ იქით არაფერს არ გავაგზავნით. ეს იგივე რომ მე არ გავაგზავნო ჩემი CV კომპანიაში და რომელშიც მინდა დავსაქმდე. ეს ხო ცოტა არაადეკვატურად გამოიყურება. ხო, მაგრამ თუ 2030 წლამდე ჩვენ მაინც ვიცით რომ ვერ შევდივართ. ხო, და ამას
მაში იყო პრობლემა, ამიტომაც უთხარეთ და კობახიძეს დავეთანხმეთ დებატებზე და უარი თვითონ განაცხადა, რომ ასე არ ხდება ეს. როცა გორს კი იწყება მოლაპარაკებები, რატომ არის მოლაპარაკებები? რომ იქ ახალი რეფორმების პაკეტი იქნება, რომელიც უნდა აღასრულო და ეს ერთი პაკეტი, ერთი რეფორმა კი არ იქნება და ორი, გაიხსნა რაზე შეთანხმდები, მაგრამ სხვა ქვეყნის მაგალითად შეიძლება მაგალითად 6 დიდი ბლოკისგან შემდგარი, რომელიც ფარავს ფაქტობრივად თელ სფეროს ეკონომიკიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული და რომელიც ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და უბრალოდ არანაირი შანსი არ არსებობს თქვა ეს წელიწადში შეასრულო. უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია, რომ დაუშვერებთ ბიუროკრატიის მუშაობის ტემპი რო წარმოიდგინოთ, ხო? რაღაცების გადალაგებას ველოდებითო, ხო? ჩვენ ასეთი განცხადებებიც მოგვისმენია ამერიკის ადმინისტრაციაში შეიძლება 30 წელს გაფართოება დაგიმილდა დღეს 24 წელია, დრო გვაქვს. თუ რაც რო ტრამპის მოსვლა რამდენად შეცვლის, ხო? ის მოგვისმენია. ყველა ამას ელოდება, მე არ მაქვს მოლოდება, უკვე გასაგებია, რომ ერთი მხრივ აი სალომე ზურაბიშვილის და რა ვიცი გვარამიას და სხვების ლიდერების ტრამპის შეფასებები, რომ ტრამპა წაიკითხოს, არ გაუხარდება, მაგრამ მეორე მხრივ დაახვედრებენ კობახიძის ვიზიტს ირანში და ხამასის და ვიღაცების გვერდზე დგომას და რა ვიცი რუსეთთან ურთიერთობას, ჩინეთთან მეგობრობას, ღარიბაშვილის სიზინპინის ქება რო გადაუთარდონ ტრამპს, ხო წამედგენია? ტრამპსაც ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტი. იმას ხანაერად უყურებს ძალიან კომუნიკაციაა. არა, ის ხანაერად უყურებს, იმიტომ რომ ის კონკურენტია, მაგრამ კონკურენტის მეგობარს ხანაერად შეხედავს. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენ ხო ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ არავისთან არ გვაქვს აი ესე ღია კონფლიქტში შესვლის საშუალება. კონფლიქტი ერთია, მაგრამ ხამასის ლიდერთან გვერდზე იჯდა არის აუცილებელი, ეს ერთი ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ უყურეთ რა შეასაქმე, აი ერთია რაღაც კონფლიქტს არ აკეთებდა, მეორე მიზანმიმართულად ებრძვი. ქართულმა ბრძოლა დაუწყო ამერიკას, ევროპას, რომ იმ ლოგიკით, რომ ესენი ჩვენ გვებრძვიან, რაღაც გადატრიალება უნდა თუ რეჟიმის ხო, აი თუ გავყვებით აი ამ იმას, რომ ვიღაცებს მართლა უნდა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. თუ აი ამას დაუშვებთ, ეს ვიღაცას შეიძლება დაუშვათ, ვიღაცა თუ რეალურად აი და გავყვეთ ქართულ ოცნებას და თქვენს დაიჯერეთ, რომ უნდა და რომელიღაცა ქვეყანას ჩვენი ომში ჩართვა. რეალურად მაშინ ქართული ოცნების ის ნაბიჯები, რასაც აკეთებდა ეს არის ადეკვატური თუ არ არის მაინც. მე გითხრას რა, მე რო ყოფილიყავი პრემიერ-მინისტრი, არა ვიცი ივანიშვილის ადგილზე და მოსულიყო ჩემთან ვიღაც მაღალჩინოსანი, ვის სიტყვას დაეჯერება და ეთქვა ჩემთვის, რომ სანდრო ეხლა უნდა ომში ჩაერთოთ. რა იარაღი გაგზავნოთო ან რაღაც ჯარისკაცი, რაღაც ქნიათო, რაც ომის ჩართვის რაღაც ტოლფასი იქნებოდა. მე რომ საჯაროდ ვიტყოდი ამას. ხო ამბობენ ეს ეს არა საერთოდ არაფერი არ იყო ნათქვამი. აბა ვინ პირდაპირ თუ აი რაღაცა დაუშვათ რომ ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა რა ვიცი სახელმწიფო დეპარტამენტთან და შევიდეს მაშინ კონფლიქტში. ამიგინეთ რას გადავაყოლეთ ამ თეორიას. თელ ქვეყანა გადავაყოლეთ. ევროინტეგრაცია გადავაყოლეთ. დაპირისპირება გვაქვს ისეთი რომ ქვეყანა გახლიჩილი გვაქვს, აი ასე გახლიჩილი დიდი ხანი არ ყოფილა. და პროტესტიც რომ მიდის და გასაგებია ხა პარტიების აქტიურები ყველაფერი პროტესტი ხალხში რო ეს ბუნებრივია. აბა მაშინ რას უკავშირდებოდა? როგორ შეიძლება აი ეს ყველაფერი ხდებოდეს და ელჩის გამოძევება იქიდან, აქედან ელჩის აყვანა ღია განცხადებები მერე ოფიციალური კიევიდან. ჩვენ ხო ამ განცხადებებს ვისმენთ. კი ეს ყოველთვის შეიძლება გავუგო. აი ღმერთად დაიფაროს რომ როცა ომში იყო ქვეყანა, ეხლა საქართველოს პატარა საქართველო რას იზავდა იმისთვის რატო ეცალა? პრეზიდენტად უკრაინა ხო, ჩვენ ხო უკრაინა ხო არ იყო მართლა რაღაცა თქვა სიგნალები. დაუშვათ იყო, მაგრამ მაშინ რა სინდისით არ ამბობ ამას? ანუ თუ ასე მოვალ ხო? არა, როდის მოვალ უკვე გადავაყოლეთ, ქვეყანა დავანგრიეთ და როდის უნდა მოვიდეს, როცა უკვე მემუარებს დაწერს. ზოგჯერ თმაჟობს არ თქმასო, ხო? არა, მაშინ არ გამოდის ასე უკვე. ხვდებით, აი გამოდის რომ მე ახლა თლიანად ყველაფერი რომ ევროინტეგრაცია უნდა გავაჩერო. თუ ასე იყო, თქვათ, თქვენ კი იძახთ ღიად უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, მაგრამ ეს ღიად გამოსვლას დავანებოთ თავი. თუ რეალურად იყო დაწოლილი, მაშინ ეს დაბიჯები შეიძლება გამოდოს. ხო, ამიტომ ადამიანი რომ მოდიოდეს, თქვენ რომ ახლა უნდა მართლა უნდა დაიწყოთ, შეაკვდეთ და რაღაცა ბუნებრივი იქნება რაღაც რეაქცია და თქვენ თუ ამას არიზამთ ევროპაში არ მიგიღებთ რაღაცა რო ეთქვა ვიღაც რა ვიცი ევროკომისარს და შემდეგ გასაგებია რომ სხვანაირად შეეფასებდნენ ყველაფერს და უტიტული ხო არ გადაირიეთ რეებს ვთხოვთ მაგრამ მეორე საკითხია რომ ეს ხო ძალიან სპეკულატორი იქნება აი უბრალოდ აი სულთან შეხედეთ აი თუ ქვეყანა გიყვართ და თქვენზეა დამოკიდებული აი რაღაც მოხდა ცუდი რაღაც გაიგე ცუდად მოგეპრო ევროპელი ან ამერიკელი ან ვიღაც შენი პარტნიორი და იცი რომ შენ თუ ამას არ გაასაჯაროებ აი ეს გზა რჩება და რომელიც მე აი სულ კოშმარამდე მიგიყვანს აი ქადმისაც ვართ როგორ არ იტყვი ამას საჯაროდ და აი არასაჯაროდ ვინმეს კლოროდ მაინც ჩემთვის მაინც ეთქვა
აი მაგალითად მოსულიყო ქართული ოცნების დეპუტატი და ეთქვა მამუკონდრაძის მაგალითად თქო რომ სანდრო ასე სიტუაცია ვერ ვასაჯაროეთ რომ რა გეკეთებულება შეიძლება ოპოზიციური დეპუტატები ეთქვა რა სიტუაცია ასეთია თუ ოპოზიცია და ისინი ერთ თამაშს თამაშობდნენ ვინსამაც ომში ჩართვას თხოვდნენ როგორ უნდა ეთქვათ იმისთვის სანდრო ჩემთვის ეთქვათ მე არავის ომში ჩართვა არ მინდა საერთოდ არ მინდა ომი იყოს და ანუ რა პრობლემა ექნებოდა მე ხო ვიტყოდი რომ ხალხო რა ვიცი მე დახე ეს დოკუმენტები და მართლა ასე იყო ნახე ჩაწერილი საუბარი ან რაღაცა და მართლა ასე იყო სხვანაირად არ ხდება ხდებით პასუხისმგებლობის საკითხია როცა ქვეყნის მართველი ხარ ჩარტერების შესრულებას თხოვდნენ უკრაინასთან რატოს თხოვდნენ აი რატო იყო საქართველოს პოზიცია ასეთი მნიშვნელოვანი როცა შედი ქვეყანა იყო თუ არა რამე ამაზე დამოკიდებული ჩარტერზე ვარ თქვი ამიტომ გითხეს ხო არის კანდიდატის სტატუსზე ანუ როცა იქ ომი იყო თქვენ არა ვარ ჯერათ იმის ომში ჩართვენ იმაზე კი არ საუბრობ უკრაინას უნდა და თუ რაღაც იარაღი უკრაინას არა დანარჩენ სხვაებს უნდა და თუ არა გენერალი მოიძებნება დასავლეთშიც იგივე გაუხარდებოდა ანუ დაი ვიპოვით გერმანიაშიც და რა ვიცი საფრანგეთში და ამერიკაში ანუ სხვა რაღაცებს საუბრობთ შეხო იმაზე საუბრობთ რომ თუ ეს იყო და ამის გამო რაღაც მოხდა პოლიტიკური გაწყვეტილებები ანუ აი ეს რაღაც არ გავაგზავნეთ ჩვენი 20 ტანკი უკრაინაში და ამიტომ თქვათ კანდიდატის სტატუსზე გითხეს თავის როზე უარი აი ეს ასე იყო ამაზე იყო მიბული თუ უბრალოდ ვიღაცამ გამოყვა სულ გეკითხებით ჩვენ ხო ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთ დეპუტატის მხრიდან მაგალითად ხატია დეკანოიძის და იმის რესპუბლიკური პარტიის ლიდერის განცხადება მოვისმინეთ რომ ვიღაცებს არ უნდა თქვა კანდიდატის სტატუსის მიღება თუ ღიად ეწეოდნენ იგივე ოპოზიცია ამას რომ საქართველოს არ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა არა რატო გეკითხებით იცი ამას მინდა გადავაობა ასეთ განცხადებებს როცა შენი ქვეყანა უნდა იყოს ამ დროს დაცული ხო რაღაც საფრთხეებისგან როდესაც ცალკე ვისმენთ სხვა განცხადებებს მე ვიგებ რომ ვიღაცები ამას აკეთებენ და დღეს ახლა ევროპელების სახელით გამოდიან საპროტესტო აქციებზე ვინ რა თამაშობს მოკლედ ახლა თქვენ ხელისუფლებაზე საუბრობდით რომ ღიად რატომ არ ლაპარაკობენ მაგრამ ოპოზიციიდან ნათელი არის ვინ ასაკეთებს ოპოზიციამ რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხო 99% არის ანუ გასაგებია რომ ოპოზიცია სულ უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს და ამიტომაც არის ოპოზიცია ის ხარჯზე უნდა მოვიდეს ეს სხვა საკითხია პასუხისმგებლობის ხარჯზე ქვეყანას ახლა ხელისუფლება აზიანებს ეხლა ოპოზიცია თავის დაბიჯებით თუ იქ დასავლეთში ჩააქის ინფორმაციები რომ არ მისცეს სტატუსი არ აზიანებს სული ასე ვთქვათ უპირატესობა ინფორმირებულობის ნაწილში და შეუძლია ყველაფერი ეს გააბათილოს ბოლოს ჩვენი პარტნიორები ნატოდან დაწყებული კონკრეტული პოლიტიკოსები და ამბობენ არასდროს არ გვითხოვია ომში ჩართვა საჯაროდ ამბობენ და რავი გვატყუებს ყველა თუ ყველა გვატყუებს თქვით რა არის ამაზე მომგებიანი რა უნდა იყოს ახლა რომ გამოვიდეს ირაკლი კობახიძე და თქვას რომ აჰა აგერ მტკიცებულება ხალხო აგერა ეს გითხეს აგერ ეს თხოვეს გითხეს თუ ამას თუ არ გაკეთებთ ეს მოხდება რავი საიდუმლო ინფორმაცია იყო მაგრამ ქვეყნის გადარჩენა ყველაფერს ამართლებს დებით და ყველა ჩვენი მოქალაქე გაიგებდა ამ ამბავს მაგრამ როცა ამბობ რომ იცით რა მე არაფერს არ გეტყვით აგერ ხალხის ამიტომ არ შექმნის სიმართლეს ვილაპარაკოთ ხორაფერი არ თქვეს ხო და ჩვენ არაფერს არ გეტყვით და დაგვიჯერეთ სიტყვაზე და იმიტომ რომ რაღაც ესეთი დიდი უბედურებისგან გადაგარჩინეთ და მოდით ახლა ამის გამო ყველაფერს გადავაყოლოთ ეს ისტორია მე მგონი რომ როგორც მინიმუმ არასერიოზულად გამოიყურება აი სულ არაფერი ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იყო ეს ოფიციალურად პოლიტიკაში და გავრცელა ინფორმაცია პრინციპში ყველა მხარემ დაადასტურა რომ ამერიკის მაშინდელი ელჩი ადამიანი რომელიც ოფიციალურად პოლიტიკაში არ არის ჩართული და დღეს ოლიგარქს უწოდებდნენ და არ ვიცი რა განცხადებებს ვისმენდით რატო წავიდა მაშინ ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ მეორე მხრიდან მოვისმინეთ რატო ხდებოდა რატო შეხვდა ბიძინა ივანიშვილს ამერიკის დიდი საელჩო აქვს ჩვენთან რეგიონში იქიდან რამდენად ყოფილა ამერიკის საელჩო მარიცოდეს ვინ მართავს ქვეყანას ხო და არა იმაგან მოვისმინეთ რატო იყო ეს შეხვედრა იქიდან სხვა არ მოვისმინეთ ჩვენ ვის პასუხისმგებლობა უფრო გვაყოლოს ამერიკის საელჩოს ჩვენ ქვეყანაში რო იყოს ყველაფერი რიგზე ისპანეთში ანუ აი ჩვენ პოლიტიკურ სპექტრზეა ხო საუბარი ხო ყველას აქვს რაღაც თავისი წილი პასუხისმგებლობა მე პრიორიტეტად საუბრობ აი 62,000-მა კაცმა დამიჭირა მხარი აი ასეთი წილი პასუხისმგებლობა აქვს ვიღაცას აქვს რაღაც უფრო მეტი და მთავრობა როცა რომის აკონტროლებს თლიანად ყველა შტოს ფაქტობრივად და რესურსები აქვს წარმოადგენდა შემდეგ მისი πასუხისმგებლობა ხო ბევრად აღემატება ყველა დანარჩენს ყველას დიდი პასუხისმგებლობა ხო და ოპოზიციონერი რატომ ხარსა გათავისუფლებული ხართ იმისგან პასუხისმგებლობისგან ქვეყანას რაღაც განადგურება და ომი ემუქრებოდეს ამის გამო ამ შიშის გამო გადავაყოლოთ ყველაფერი საზრისად ქვეყანა გახლეჩილი გვაქვს მართლა 30 გახლეჩილი ხო ეს ქვეყანა ხო არ ვარყოფს ამ აი ახამდე მივიყვანოთ ისე რომ ერთი მტკიცე
მტკიცებულება არ დავდოთ, ერთი ფაქტი არ დავდოთ და მარტო აი შეხვედრა აი მან თქვა და ეს ხო ალბათ ამას იგულისხმობდა. ის ზელენსკი ამას ხო არ იტყო და უბრალოდ ასეო. ანუ ჩვენ რაღაც აი ვარაუდებით და რაღაც ჭორებით უნდა ვიმსჯელოთ, ასე არ გამოდის. და ბოლოს და ბოლოს აი ასე სხვა არის, ეხლა შეიძლება რამდენიც გინდა დააბრალო ოპოზიციას, რაც გინდა დააბრალო, მე შემიძლია დანარჩენი ოპოზიცია რამდენიც მინდა ვლანძღო, მაგრამ ასე სხვა არის, რომ ჩვენ რაღაც ქვეყნის წინამდე ვიბრძვით. აი მე ჩვენ რომ მაგათ რამე მომხდარიყო, რამე ისე არისო ისრაელში მოხდა, როცა ხაზაში შევიდნენ და პრემიერმა ოპოზიციონერი თავრობას შეიყვანა, ზუსტად იგივე შეიძლება შექმნილიყო რაღაც ჯგუფი, რომ ხალხო ასე სიტუაცია ომი დაიწყო, ასეთი რაღაც არის, აგერ კი საიდუმლოა, მაგრამ თქვენ ხო გეწოდინებათ და მე თქვენ ამორჩეულს ეტყვით, რომ ასე არის. ძალიან გავერთე და თქვენთან ინტერვიუში ანუ უამრავი გზა იყო, ბოლოს მინდა გითხოთ 29-ში რას ელოდებით თქვენ, რა შეიძლება მოხდეს? ანუ ზურაბიშვილი თუ იქიდან არ გამოვიდა, ოპოზიცია იქ ჩადგა, გაამაგრა, რას მივიღებთ ბოლოს? არაფერს არ ველოდები, ერთ-ერთი იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში ჩვენ პოლიტიკურ გზაზე საღი აზრი გაიმარჯვებს და რაღაც ერთი მხრივ რაღაც პოზიცია მაინც ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ მაგალითად მე მინდა რომ უბრალოდ ოპოზიციური მხარეს იყოს მოთხოვნა ჩამოყალიბებული ზუსტი გასაგები, უბრალოდ არჩევნები არის საკმარისი. ეს არის საკმარისი როგორც გავარჩიეთ რაღაც კონკრეტული არჩევნები, მაგას მე მაწყობს რომ შემდეგ წელს იყოს არჩევნები და ჩაატაროს სამთავრობა მარტში არჩევნები. პრობლემა არ მაქვს. მაწყობს ეს, მაგრამ ვიღაცას ყველას აწყობს დარწმუნებული. თუ არავის აი არჩევნები არ აწყობს, დღეს იწურებოდა, ხო აი დაფინანსებაზე უარი უნდა ეთქვათ. მე ჯერ არ გამიგია რომელიმე პარტიამ თუ დაფინანსებაზე უარი ვიღაცამ უარი თქვა, გავიგებდით ალბათ. ალბათ ამას პიარს გააკეთებთ, რომ ჩვენ უარი ვთვითო და მანდატებიც კი არ თქვეს ნაცემ უარი ჯერ კი არ ვინ არ უშლით და დეპუტატი ხმებონი არ დაწერეს განცხადება როგორც მახსოვს, ამიტომ მაგრამ ეს სწორებს შანსს რომ ეს რაღაცნაირად შვიდი გამოსავალი ექნება ამ სიტუაციას მოლაპარაკების გზით და რაღაც ტიპის დაპირისპირება. მადლობა.